საზად სიტყვა აგენტსაც კი აბრუნებენ, ხომ? თუ პირდაპირ თარგმანი იქნება. იმუშავებს აი ეს პროპაგანდა, რომ ეს ამერიკული კანონია და ვთქვათ, დღეს უკვე უნდა იყოს თუ არა, უნდა ხედავდეთ თუ არა რაღაც მკაფიო პროტესტს, ასე ვთქვათ, ამ კანონის შემოbrunებასთან თუ არ ვიცი, თარგმანთან დაკავშირებით. ხო, რთულია ვითარება ძალიან და ეხლა დინანაძის კადრები აჩვენეთ თქვენ, სადაც ეს ადამიანი ამბობს, რომ აი ხო ხედავთ, აღარაფერს არ ამბობენო, როდესაც მაშინ იმ ერთ კანონზე ამხელა ამბავი მოაწყესო და სინამდვილეში აქ მარტივია ამ ყველაფრის ახსნა. ერთი წლის წინ ჯერ კიდე იყო ჩვენ საზოგადოებაში ილუზია, რომ საქართველო ევროკავშირის გზაზე იდგა, რომ ეს ერთი კანონი იყო ის ძირითადი წინაღობა, რომელიც ჩვენსა და ევროკავშირის შორის იყო და ამ ერთი წლის განმავლობაში იმდენი კატასტროფული რაღაც ჩაიდინა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ, რომ ამ ერთ კანონს უკვე ამხელა დატვირთვა ალბათ აღარ ენიჭება. ხო, ამ ერთ წლის განმავლობაში რუსული კანონი მიიღეს, ახლა ფარას იღებენ, მერე ცენზურის კანონები არის შემოტანილი, რომელიც რეალურად აკრძალავს, ანუ თქვენი საქმიანობა თითქმის პრაქტიკულად სტერილური გახდება, თქვენი სტუმრები რა სიტყვიან ეთერში, ეს იქნება რეგულირებული და ცენზორი იჯდება, როგორც ახლა Facebook-ზე უძით, ხო აი ვიღაცა კომენტარსო დაწერს და ეგრევე სკრინავენ და იყენებენ პროპაგანდისტული მიზნები და უკვე ოღონდ ეს იქნება კანონით აკრძალული რაღაცეები, ბექაყურშია საერთოდ პიროვნულად აკრძალოს მე მგონი, იმიტომ რომ აი ესე გაუფრთხილებლად დარეკვა და ინტერვიუს ჩაწერა, უბრალოდ კანონით იგრძალება, წინასწარ თუ არ შეათანხმე ვისთან წერ, ვისთვის წერ და ასე შემდეგ და ეხლა ამ ვითარდა ევროკავშირზე პრაქტიკულად უარი თქვენს და ამ ვითარებაში ეხლა ერთ კანონზე რატო არ გამოდიხართ კონკრეტულად ამ კანონზეო, კონკრეტულად ამ კანონზე კი არა, ყველაფერზე გამოდის, ხო სამი თვეა შეუჩერებელი და დაუსრულებელი პროტესტი ამ ქვეყანაზე და ცხადია მორიგი უტეფრობაა იმის თქმა, რომ ამ კანონს თითქოს რაღაც კონკრეტული გამოხმაურება არ მოყვა. მე აბსოლუტურად ვიზიარებ ნიკას პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის პროპაგანდისტული ხრიკი, თითქოს აი ამერიკული კანონი რახან არის თავისთავად კარგია, ვინაიდან მოდი ერთი რაღაც თქვათ, ანუ ფუნდამენტური განსხვავება რა არის. ამერიკული კანონი იცავს ამერიკულ დემოკრატიას ავტორიტარული ჩარევებისგან. და საქართველოში ივანიშვილის რეჟიმი იცავს ავტორიტარულ სისტემას დემოკრატიული ზემოქმედებისგან. ანუ დემოკრატიისგან გვიცავს და ის ავტორიტარიზმისგან იცავს საზოგადოებას, ხო? ეხლა ჩვენ რო ყავდეს აქ დემოკრატიული ხელისუფლება, რაღაცა მსგავსი კანონი იქნებოდა ნორმალური, უბრალოდ ამ კანონში მტრები კი არ იქნებოდნენ ამერიკის მთავრობა, შვედეთის მთავრობა, გერმანიის მთავრობა, მტერი იქნებოდა ის, ვინც მტერია, ოკუპანტი იქნებოდა, მაგალითად, ოკუპანტის წარმომადგენელი თუ იქნებოდა დაფინანსებული და მიიღებდა მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში, დიახ, საზოგადოებას ამის შესახებ უნდა სცოდნოდა და მე შეგახსენებთ ერთი ესეთი ეპიზოდი იყო ერთ-ერთ პროპაგანდისტულ არხზე, სამი წამყვანი როზის, იქ ამბობენ, რომ ეს რუსებსაც ხო ეხებათო და მეორე პასუხობს, არავე ხარ რუსები ეგრე სად მუშაობენ, რუსები შავად მუშაობენ, ანუ შავი ფულით მუშაობენ, ხო? ნუ ყველაფერი გასაგებია ამ შემთხვევაში და ერთს დავამატებდი, სინამდვილეში ჩვენ ერთგვარად თვითკმაყოფილების არ დავარქმევდი თვითკმაყოფილებას, მაგრამ ნუ აი მაინც ერთგვარად გვადუნებს ის ფაქტი, რომ აი ჩვენ დღეს თუნდაც ჩვენ სამნებს ხედავთ ამ სტუდიაში და ვსაუბრობთ. გულისხმობ იმას, რომ ჩვენ ბოლომდე აი ამის გამო ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად ჩიხში ვართ უკვე შესული. საქართველო უკვე გამქრალია საერთაშორისო დღის წესრიგიდან, რამდენიმე უცხოელი, რომელიც თავის ინიციატივით ჯერ კიდევ საუბრობს ჩვენ ქვეყანაზე. ეხმიანება ჩვენ თემატიკას, მაგრამ ნახულობთ ხომ, აღარც ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე. რას თქვა კიდევაც ივანიშვილმა თავის დროზე, გაგვაქრეს საერთაშორისო თემატიკიდან, ყოველდღიურად რაღაცა უქმდება, ხო, აი გუშინ კი თქვეს, რომ მოგვატყუესო, ხო, რა მოგვატყუეს, გერმანელებმა რაღაც კონკრეტული აკადემიური მიმართულებით თანამშრომლობა შეაჩერეს საქართველოსთან, ხო? ეს კარგია? ხა როდემდე შეიძლება მოატყუონ ვიღაცეები, რომ თითქოს ეს წარმავალი ხელისუფლების ნაღმი იყო, რომელიც შემდეგ ხელისუფლებას დაუტოვა. არა, მიზეზი აქვს ვიღაცას, ერთიანამად, რამე პიროვნული, ხა საბავშვობაღი ხო არ არის. ისიც გავიხსენოთ, რომ ეს ხელისუფალი, რომელიც თუნდაც გერმანიაში მოვიდა ახლა, ბევრად უფრო მკაცრი იქნება, როგორც რუსეთის მიმართ, ასევე საქართველოში მოქმედი რუსული რეჟიმის მიმართ, ვიდრე იყო შოლცის ადმინისტრაცია, ხო? შესაბამისად, აქაც თვითკმაყოფილების საფუძველი არ აქვს, თუმცა თავარი რაც ამას წინათ ჩემმა ერთმა მეგობარმა შენიშნა პროპაგანდასთან დაკავშირებით, ჩვენ იმ ეტაპზე ვიმყოფებით, როდესაც პროპაგანდა ადამიანებს კი არ აჯერებს რაღაცას.
უბრალოდ სათქმელს აძლევს. ანუ ადამიანები, რომლებიც აი შეგნებულად ემსახურებიან რუსულ რეჟიმს, ზოგი ანუ უბრალოდ ეს სათქმელი აქვს რა, რომ მე ფულზე კი არ ვარ გაყიდული და მე სინამდვილეში რუსეთუმე კი არ ვარ. აი იმიტომ რომ მე მინდა რაღაც პირობითად, ხო და აი ამ საკენკს უგდებენ რომ გაიმეორონ, იქნება ეს სოციალურ ქსელში, იქნება ეს სამეზობლოში თუ სადაც გნებათ. ანუ მათ აძლევენ საფუძველს რომ საკუთარი პოლიტიკური სიმახინჯე დაფარონ აი ამ ხელოვნური და ეფემისტური არგუმენტებით. კი ბატონო, ზაზა ეთანხმებით ნიკას ამ კი, გამახსენდა ის ეპიზოდი, მე მგონი თქვენი ჟურნალისტი თელარა გელანტია იყო, როდესაც უსვამდა კითხვას ეგრეთ წოდებულ პრემიერს და იმის ნაცვლად, იმის ნაცვლად რომ შინაარსობრივად ეპასუხა, ესე იგი მაღიარებ, ხო რაღაცა კუჩური, ბოდიში ამ სიტყვაში და აი ბანძი, ის იყო რაღაცნაირი შელაპარაკება, ნაცვლად იმისა, რომ შინაარსზე ეპასუხა, ხო? ამ შემთხვევაში აბსოლუტურად სწორია ის პოზიცია, რომ თავისთავად კანონში რა წერია, ასეთი რეჟიმის პირობებში აბსოლუტურად უმნიშვნელოა. როდესაც საუბრობენ რომ ზია ამაღლობელი ზის ციხეში, იმიტომ რომ კანონში წერია რომ ეს არის ერთი პოლიციაზე თავდასხმა რა არის, ეს არის კვალიფიკაციის საკითხი. გავიხსენებ პირადად მე, როდესაც 2012 წლის 8 თებერვალს ოცნებამ დააორგანიზა ზონდერ დაჯგუფება, რომელიც ორგანიზებულად დაესხა თავს არამხოლოდ პოლიტიკურ ოპოზიციას, არამედ კამერების წინ ურტყამდნენ პოლიციელებს. და ის ადამიანები, რომლებიც მაშინ კამერების წინ ურტყამდნენ პოლიციელებს, ოცნებამ გამოუშვა 100 ლარიანი ჯარიმით. გადავამოწმოთ, გავიხსენოთ და დღეს, როდესაც ჟურნალისტი, რომელიც იცავს სიტყვის თავისუფლებას, რომელიც იცავს არჩევნებს, იღწვის ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ცხელგულზე რომ აი ესე სილას შემოულაწუნებს უსინდისო წარმომადგენელს უსინდისო რეჟიმისას, ეს ყოფილა რეჟიმზე თავდასხმა და ეს თურმე 5 თუ 7 წლიანი თავისუფლების აღკვეთით უნდა დაისაჯოს. ხო, ანუ სინამდვილეში ამ ხელში არც სიტყვები, არც კანონი არაფერს არ ნიშნავს, სრულიად უზურპირებული არის ხელისუფლება, მისი ყველა შტო, ადგილობრივი თვითმმართველობებიც კი და შესაბამისად საუბარი იმაზე რომ ჩვენ რაიმე შინაარსობრივ განხილვაში უნდა შევიდეთ ალბათ არ არის სწორი. მე წინა შემთხვევაზეც ვერ დაგეთანხმებით, ვინაიდან შინაარსობრივ განხილვაში შეიძლება შეხვიდე იქ, როდესაც არსებობს დაშვება რომ ხელისუფლება იქცევა საზოგადოებრივ ინტერესიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება იქცევა რაღაც უკეთესი მომავლისთვის, მას კეთილსინდისიერი მიზნები აქვს და პროტესტის კონტექსტში გავიაზრე, ანუ იქნებ შესაძლებელია რომ ეს საკენკს კი არ დაჯერდეს, თქვათ, თუნდაც ქართული ოცნების ის ამომრჩეველი, არამედ მასთანაც მივიდეს რაღაც ტიპის საღიაზრი. საპარლამენტო განხილვამდე იქ იყო საკომიტეტო განხილვები, ხო გვახსოვს? და საკომიტეტო განხილვები როგორც ცინიკურად სრულდებოდა, ვინც ორ სიტყვაზე წამებში გაპარებული ცვლილებები. ჯერეთი პირდაპირ აგდებდნენ ხო დარბაზიდან ყველას, ვინც დასვამდა 2-ზე მეტ კითხვას ან 2-ზე რაღაც ზედმეტს ვინც იტყო და შოუ იყო ეს, არ იყო სერიოზული და შესაბამისად ჩვენ რაც უფრო მალე დავინახავთ და დაუპირისპირდებით დიდ სურათს და არა მის კონკრეტულ გამოვლინებებს, მით მალე შეიძლება გამოვიდეთ ამ ჩიხიდან, თუმცა ეს მარტივი არ იქნება. კი, ზაზა, შეჯამებისკენ მინდა რომ წავიყვანო და ცოტა ჩვენი კუთხით მინდა რომ კითხოთ, 11%-იანი ეკონომიკური ზრდა იანვარში, ეს გითხრა საქსტატმა, ასეთია წინასწარი მონაცემები და EBRD-ის მიერ გადახედილი ზრდისწლიური პროგნოზი გაზრდილი 6%-მდე. რა გამოდის, რომ ეკონომიკა მართლა იმდენად მედეგია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი მასზე არ ახდენს რაღაც მნიშვნელოვან გავლენას, თქვათ, ინვესტორების მოლოდინები, ან ვინც ბიზნესს აკეთებს ჩვენს ქვეყანაში, მათი მოლოდინები არანაირად არ იცვლება და არ ირყევა, თუნდაც აი ამ განჭვრეტადობა, რომ საერთოდ არ შეიძლება, თუნდაც საკანონმდებლო დონეზე და ხვალ რა ტიპის კანონს მიიღებს და ვის წინააღმდეგ ქართული ოცნება ამ რაღაც ერთ პარტიულ პარლამენტში ეს არ მუშაობს და ვერ მოქმედებს ეკონომიკურ მოლოდინებზე. აი რა მე პირველ რიგში ეჭვის თვალით შევხედავდი ყველა ციფრს, რომელიც დღეს გამოდის ოფიციალური უწყობებიდან. ჩვენ გვინახავს როგორ ჭრიან და კერავენ ამ ციფრებს, გვინახავს როგორ ჭრიან და კერავენ მათ შორის exit poll-ებს, კვლევებს და სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ციფრები ხშირად სამწუხაროდ ზუსტად ამ სფეროში გადის, როდესაც ხელისუფლებას კრიზისი აქვს და ფაქტია, რომ ასეთი კრიზისი საქართველოს ისტორიაში არც ერთ ხელისუფლებას არასდროს არ ქონია ალბათ, თუ არ გავიხსენებთ ამ პუჩის პერიოდს, ეს კიდე სხვა ტიპის კრიზისი იყო. ისინი აი ესეთი ციფრებით ცდილობენ საზოგადოებისთვის ტყუილის შეთავაზებას, ხო?
მოდი პირდაპირ თქვა, ჩვენ რომ გავიდეთ და შევიდეთ თქვენს ოფისთან ახლოსდებარე ნებისმიერ სასტუმროში, ძალიან მარტივად გავიგებთ, რომ სასტუმროებს თავისი თანამშრომლების დიდი ნაწილი უხელფასო შვებულებებში ყავს გაშვებული. რატომ? იმიტომ რომ ტურისტები არ არიან. ხო? როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ იმპორტი გაიზარდა, შეიძლება მარტივად დავადგინოთ, რომ იმპორტი გაიზარდა, იმიტომ რომ ერთმა ოლიგარქმა საკუთარი ქონება გადასახადებისგან საქსტატმა რომ ამას არანაირი ანუ ამ შემთხვევაში მე იმპორტის ხო საუბრობ, ხო? ანუ აი ესეთი манипуляციები არიან ძალიან მარტივი, შეიძლება და ისინი ცდილობენ ცხადია რომ შემოიყვანონ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც აქამდე ნაკლებად ფიგურირებდნენ ქართულ ბაზარზე, როგორიც არის გალფის ქვეყნები, როგორიც არის ჩინეთი და ჩინური კომპანიები, თუმცა ეს ჯერ არის მხოლოდ ადრეული დისკუსიის ეტაპზე და როგორც ყველაფერი ესეც არის დაპირების გაყიდვა, ხო, ჩვენ გვისაუბრია თქვენთან, ეხლა სხვადასხვა გურიის კონტექსტშიც იგივე საკეთებდნენ, ეხლა გუშინ ვნახულობდი, გამოვიდა კობახიძე და თქვა რომ მოსახლეობას მიეწოდება უზრუნველყოფილი იქნება, აქ ჩამოვა ეს ანუ მომავალში ლაპარაკობენ ყველაფერზე ის კი არა ეს გაკეთდა ეს გაკეთდა ეს გაკეთდა ხო იგივე არის ეგრეთ წოდებული 6 მილიარდიანი თუ 10 მილიარდიანი ინვესტიცია და იგივე არის ეს ციფრები მე შინაგანი ნდობა არანაირი არ მაქვს იმ ციფრებისა რომელსაც გვაწვდის საქსტატი თუმცა ელოდებით თუ არა რომ რაღაც მოძრაობები მაინც დაიწყება თუნდაც სანქციების დაწესების კონტექსტში იმიტომ რომ ისევ განახლდა დიდი ბრიტანეთიდან სანქციების დაწესების შესახებ ესე ვთქვათ საუბრები და ელოდებით თუ არა იმას რომ რაღაც ვთქვათ წილების გადაფორმებებს აქტივების ასე ვთქვათ გაყიდვებს მუშაობებს მაინც დავაკვირდებით ამ პერიოდის განმავლობაში თუ შეიძლება ვთქვათ რომ მაცოცხლებელი ეგრეთ წოდებული მაცოცხლებელი ბიზნესისთვისაც ვთქვათ ეს სანქციები გონიათ რომ არ დაწესდება და ვთქვათ ესეც არ გველოდება ვთქვათ მე მგონია და თქვენთანაც გვისაუბრე ამაზე მე მგონია რომ სანქციებმა დაიგვიანა იმ თვალსაზრისით რომ სანქციებმა ვეღარ შეასრულა პრევენციული ეფექტი რომ საქართველოს ამ დღეში არ აღმოჩენილიყო დღეს სანქციებს შეიძლება მხოლოდ სადამსჯელო ეფექტი კონდეს რა თქმა უნდა იქნება ეს ძალიან დიდი დისკომფორტის გამომწვევი როგორც კონკრეტული ადამიანებისთვის ბიზნესმენებისთვის ასევე ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის თუმცა სანქციები არ არის პანაცეა დღეს სანქციები ვერ შეასრულებს იმ ცალკე აღებული სანქციები იმ როლს ვერ შეასრულებს, რასაც შეასრულებდა 1 და 2 წლის წინ რომ დაეწესებინათ, როდესაც ამის საფუძველი უკვე არსებობდა. ჩვენ დიცურას ვახსენებდით წეღან და უნდა გავიხსენოთ ისევ, რომ რეალურად გავხდით აი ამ საერთაშორისო კონjunქტურის მძევალი. ასევე გაგვიხსენებია, რომ 80-იან წლებში, 70-იან წლებში საქართველოში უამრავი ადამიანი იყო, რომელიც იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვება შესაძლებელი გახდა მაშინ, როდესაც საერთაშორისო კონjunქტურა გახდა ამისთვის ხელსაყრელი, ხო, როდესაც საბჭოთა კავშირი იმდენად დასუსტდა, რომ შიგნიდან ჩამოიშალა. ჩვენ დიდწილად ვართ დამოკიდებული იმაზე, რა მოხდება უკრაინაში, რა მოხდება რუსეთთან დაკავშირებით. ტრამპის ეს პოლიტიკა ჩამოყალიბდება თუ არა ისე, როგორც უნდა დემოკრატიულ სამყაროს, ევროპას, ამერიკას, კანადას და ამერიკის დიდ ნაწილს, თუ ეს ასე იქნა, მაშინ მე ვფიქრობ, რომ რუსეთს უბრალოდ არ გააჩნია შანსი. ხო, ამერიკას მე მგონია, რომ ერთგვარი, ტრამპის ადმინისტრაციაში ერთგვარი პიეტეტი არსებობს აი ამ სტრონგმენების მიმართ და პუტინის მიმართ, მაგრამ რო დაფიქრდნენ ციფრებს, რო შეხედონ, საერთოდ რაზეა საუბარი, დემოგრაფიას შევხედოთ, სამხედრო ძალას შევხედოთ, ეკონომიკას შევხედოთ, ფინანსებს, ენერგეტიკას, ნებისმიერი მიმართულებით, რუსეთი არის კი, რა თქმა უნდა, გავლენიანი რეგიონული ქვეყანა, მაგრამ იმის საშუალება რისი ამბიციაც რუსეთს აქვს, არ გააჩნია ფიზიკური თვალსაზრისით. შესაბამისად, ამერიკას ძალიან მარტივად შეუძლია, რომ ცირე მიწოლით ბჭყალებში ეს საქმე დაასრულოს. გვინდა ჩვენ უკრაინაში მშვიდობა, ყველას უნდა, რა თქმა უნდა, მშვიდობის მოპოვების ყველაზე მარტივი გზა არის, რომ უკრაინას დავეხმაროთ გამარჯვებაში.